თბილისის საქალაქო სასამართლო მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელს გივი წულეისკირს და სფერო ინვესტის დირექტორს გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლე დავით კურტანიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც წულეისკირისა და მურუსიძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. როგორც პროკურორმა ნინო კეპულაძემ სხდომაზე თქვა, უკვე მიმალვაში იმყოფება ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი მურუსიძე და მის მსგავსად არსებობს გივი წულეისკირის მხრიდანაც მიმალვის საფრთხე. მას პატიმრობა არ შეეფარდება. რაც შეეხება გივი წულეისკირის დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატ ნონა ფილაურის თქმით, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში წულეისკირი უზრუნველყოფს დაზარალებულთა დაკმაყოფილებას, ხოლო პატიმრობაში დატოვების პირობებში პირიქით ეს ვერ მოხდება და დაზარალებულთა წრე გაიზრდება. ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა გივი წულეისკირის ფორმა 100, რითაც მისივე თქმით დგინდება, რომ გივი წულეისკირი ვერ იტანს დახურულ სივრცეს. რაც შეეხება გიორგი მურუსიძის ადვოკატის გაგი ჩოხელის პოზიციას, გიორგი მურუსიძე მიმალვაში არ იმყოფება და მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს. სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 10 ნოემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო სფერო ინვესტის დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართაც. უწყების თანახმად სფერო ჰოლდინგმა და სფერო ინვესტმა 254 მოქალაქესთან გაფორმებული სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში ჯამში 12 მილიონამდე ლარი უკანონოდ მიითვისეს.